მარგალიტის ერთ განსაკუთრებულ სახეობასია. მას უძველესი ტექნოლოგიებითა და რეცეპტებით მხოლოდ მაკედონიაში და მხოლოდ ოხრიდში ამზადებენ. დამზადების საიდუმლო რეცეპტს კი საუკუნეთა მანძილზე ფლობდა ოხრიდის ორი ოჯახი, თალევისა და ფილევის დინასტიური ხაზი და საიდუმლო დამზადების წესი გადაეცემოდა მხოლოდ და გადაეცემა ეხლა მამაკაც და ხაზით. ოხრიდის მარგალიტის საფუძველს მაღალი ხარისხის მინა ან ფაიფური წარმოადგენდა. თუმცა დღეს ამ მასალების გამოყენება აღარ ხდება და ოხრიდული მარგალიტის სუბსტანციად გამოიყენება ნიჟარები, ტბის ნიჟარები. ნიჟარების შედარებით სკელ ნაწილებს აპრიალებენ, აკეთებენ ხვრელს და ასეთი ფორმით გაკეთებულ სიმრხვალეს ფარავენ 5-6 ფენა პერლამუტრის ემულსიით. ამ პერლამუტრს ამზადებენ განსაკუთრებული წვრილი თევზის კერცლით, პლაშით ეძახიან ამ თევზს. ოხრიდის მარგალიტის დაფარვა ძალიან აქვს ნატურალურ მარგალიტს და მართლაც მის დამზადებაში გამოყენებული ინგრედიენტები ნამდვილად ცოცხალი და ნატურალურია. ოხრიდის მარგალიტი ძალიან ძვირია, რადგან ძვირი ჭდება და უკიდურესად შრომატევადია ზედაპირის დამფარავი ემულსიის დამზადება. რთული პროცესია თევზის ქერცლის გაშრობის პროცესი, ხანგრძლივია, მრავალეტაპიანი, ძალიან რთულია გაარჩი ოხრიდის მარგალიტი ნატურალური მარგალიტისაგან. ოხრიდის მარგალიტში ფასობს არა მხოლოდ მასალა, არამედ დამზადების ტექნოლოგიაც, რა თქმა უნდა, ცხადია. ანუ ნიჟარების უნატიფესი დამუშავება და იდეალურად გლუვი ზედაპირი. მათ არ ემჩნევა მონასმის კვალი, არსებობს რამოდენიმე ხერხი გაარჩიო ნამდვილი ოხრიდის მარგალიტი ყალბისაგან. პირველ რიგში აუცილებლად სახელოსნოში უნდა იყიდოთ და მეორე ის, რომ ოხრიდის მარგალიტი ძვირია, ძალიან ძვირი, ხოლო ყალბი არა. აქვე დავსებ, რომ ოხრიდის მარგალიტისაგან დამზადებულ სამკაულს აქვს აუცილებლად ოქროს ან ვერცხლის შესაკრავები და ისევე როგორც ნატურალური მარგალიტი ითვლება მაღალ კლასიკურ სამკაულად, ასევე ითვლება ოხრიდის მარგალიტიც ძალიან ძვირად ღირებულ, ძვირფასად კლასიკურ სამკაულად.